კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მე ირმა ინაშვილი გახლავართ, ობიექტივი პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას განაგრძობს. ამ 1 საათის დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ჩვენ ვისაუბრებთ როგორც საერთაშორისო ამბებზე და მოვლენებზე, ისე ქვეყნის შიდა საკითხებზე და დღეს არის მნიშვნელოვანი დღე, ვიცით რომ მთელი მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია ალიასკისადმი, სადაც იმართება, უნდა გაიმართოს რამდენიმე საათში შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის. ახლა ეს არის კადრები, როგორ მიემგზავრება ვაშინგტონიდან ალიასკაზე დონალდ ტრამპი და არის უზარმაზარი ყურადღება. 700-ზე მეტი ჟურნალისტი, თითქმის ყველა მსხვილი მედია საშუალება არის წარმოდგენილი, ყველას მოლოდინი არის დაკავშირებული, რითი დამთავრდება ეს შეხვედრა, რა შედეგი მოყვება მას. ჩვენ 3.5-იან ეთერში საქართველოს პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარესთან დავით არხანმოურავთან ერთად ვისაუბრეთ ამ შეხვედრის სხვადასხვა ასპექტებზე და ითქვა რომ ძალიან პრინციპული პოზიცია აქვს, რაც ვრცელდება ინფორმაცია რუსულ პრესაში, ჩვენ იმას ვაანალიზებთ იმ ინფორმაციას, პრინციპული პოზიცია აქვს ვლადიმერ პუტინს, ასევე პრინციპული არის დონალდ ტრამპიც და ამ ორ უზარმაზარ გიგანტ სუპერ სახელმწიფოს აქვთ თავიანთი ინტერესები, რითი დასრულდება ეს შეხვედრა, სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება. ექსპერტები პირველი ამბობენ რომ შეიძლება ეს იყოს ძალიან ოპტიმისტური სცენარი, მეორე იყოს ნეგატიური და მესამე რაღაცა სხვა ალტერნატიული. ითქვა ჩვენს დღევანდელ გადაცემაში რომ რაღაცა დიდი გარდამტეხი შედეგები ამ შეხვედრას ვერ მოყვება. ყოველ შემთხვევაში დავით არხანმოურავის ანალიზი ასეთია, ის რომ გარდამტეხი მოხდეს რაღაცა საეტაპო იგივე უკრაინასთან მიმართებაში ასეთი მოლოდინი არ შეიძლება იყოს, იმიტომ რომ უფრო და უფრო რთულდება ვითარება უკრაინაში. ჩვენ ხედავთ ამას, ვაანალიზებთ რა პროცესიც მიდის და ეს ასე ადვილად არ დამთავრდება. და გაფრენის წინ დონალდ ტრამპს ჰქონდა ინტერვიუ ჟურნალისტებთან. ძალიან საინტერესო რამ თქვა ამ ინტერვიუში, მინდა პატარა ციტატა ამოგიკითხოთ, შეეხო უკრაინის ნატოში გაწევრიანების თემას და ითქვა რომ ესე იგი ნახეთ არ მინდა შემეშალოს, ამიტომ ციტატას გპასუხობთ. რა უსაფრთხოების გარანტიები შეიძლება მიეცეს უკრაინასო და ტრამპი პასუხობს. შეიძლება ევროპასთან და სხვა ქვეყნებთან ერთად რაღაცა უსაფრთხოების გარანტიებზე ფიქრი, ნატოს ფორმით არა. ნახეთ, ნატოს ფორმით არა. ვინაიდან არის რაღაცეები, რაც არ შეიძლება მოხდეს. ეს მოკლე ფრაგმენტი არის ინტერვიუდან, რომელიც ალიასკაზე გაფრენის პერიოდში მისცა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მედიას. უნდა ითქვას, რომ რუსეთის პრეზიდენტი, აი მოკლე მიმოხილვა რომ გავაკეთოთ, ამერიკის შეერთებულ შტატებში იყო ბოლოს 2015 წელს, მანამდე 2001 წელს ვლადიმერ პუტინი იმყოფებოდა ვაშინგტონში, მერე 2007 წელსაც იყო და აი 2015 წლის შემდეგ ეს არის პირველი ესეთი შეხვედრა ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის. ამ შეხვედრას წინ უსწრებდა არაერთი საყურადღებო მოვლენა, ეს იყო სირია, ისრაელის დაპირისპირება, ეს იყო ზანგეზური, აი ჩვენს მეზობლად სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება ამერიკის მონაწილეობით და საინტერესოა ისიც, რომ შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ტულსი გაბარდიმ X პლატფორმაზე გამოაქვეყნა დოკუმენტები. ამ დოკუმენტების თანახმად ის აკეთებს კომენტარს, რომ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში
მზადდებოდა შეკერილი საქმე, აი ეს არის ზუსტად ის კომენტარი, იკერებოდა საქმე, ფალსიფიცირებული იყო ეს საქმე, თითქოს რუსეთი ერევა დონალდ ტრამპის არჩევნებში და აი ეს ფალსიფიკაცია ობამას პრეზიდენტობის პერიოდში ობამასა და დაზვერვის სამსახურს შორის მზადდებოდა და ყველაფერი იყო ფალსიფიცირებული, გაყალბებული, შეკერილი, მოგონილი და იქ საუბარია იმაზეც, რომ ეუბნება ობამა დაზვერვის სამსახურს და ისინიც ამას, რომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ რაღაცა არასტანდარტული მეთოდები, ანუ ფალსიფიკაციაზე მიდის საუბარიო და დოკუმენტებიც ამას ადასტურებსო. აი ესეთი მოკლე შესავალი, მოკლე თუ შეიძლება და ამას ერქვას, დაახლოებით 5 წუთი ვისაუბრებე ამ თემაზე. გავაკეთეთ ჩვენ და ვნახოთ როგორ განვითარდება პროცესები. მართლაც საინტერესოა, რითი შეიძლება დასრულდეს ტრამპსა და პუტინს შორის შეხვედრა. ზარი ჩვენს ეთერში. გისმენთ ყურადღებით. ისაუბრეთ. პირდაპირ ეთერში. კი ბატონო. დაგელოდებით, როცა იქნებით მზად, დაგვიკავშირდით და თქვენი მოსაზრება გაგვიზიარეთ. ეხლა ვიდრე ჩვენ ველით ამ შეხვედრას ტრამპსა და პუტინს შორის და რამდენიმე საათში დაიწყება ეს შეხვედრა, მანამდე რა თქმა უნდა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს უნდა დაუბრუნდეთ და საქართველოსთან დაკავშირებით ვისაუბროთ. ზარი ჩვენს ეთერში თუ გესმით ჩემი ხმა? კი ბატონო, ხალხოსნოა, შემოგვიყვება თელგუნს, საერთოდ ვიზახი და მინდა რომ ერთ-ერთი საკითხო. აი რატომღაც მე ესე მგონია, რომ მათი შეხვედრა სავარაუდოდ არ დამთავრდება კარგად. აი რა ვიცი, სამწუხაროდ ასე მგონია. და კიდე ისიც რამ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ თუ რუსეთთან არ ვიმეგობრეთ, არაფერი არ გამოვა. აი ეს მომიტევეთ რა. შეიძლება თქვა მაყოში ასეთ ნასკო კომენტარს. ნახომდის კარგად გზნდებოდეს. რუსეთთან უნდა ვიმეგობროთ. დიდი მადლობა თქვენი ზარისთვის და პოზიციის დაფიქსირებისთვის. ეხლა საქართველოსში გადმოვიდეთ. ისე როდესაც დიდი სახელმწიფოები ხვდებიან ერთმანეთს და ალაგებენ რაღაც ურთიერთობებს, საზღვრავენ მან ინტერესებს და ამ ინტერესების დასაცავად იბრძვიან, იღწვიან. ესეთი ტიპის შეხვედრებიც აი ტრამპსა და პუტინს შორის სწორედ ასეთ რანგში უნდა განვიხილოთ ჩვენ, რომ ორი სუპერ სახელმწიფო ცდილობს ძალები მოუსინჯონ ერთმანეთს და არც ერთი სხვათა შორის არ აპირებს პოზიციების დათმობას. ეს იწერება როგორც რუსულ პრესაში, ისე ამერიკულ პრესაში და საქართველო იმ მაგიდაზე საერთოდ არ დევს, როგორც განსახილველი საკითხი. ჩვენ საერთოდ ესეთი ინტერესთა ჭიდილის დროს ჩვენ რაღაცნაირად უნდა ვიცავდეთ ჩვენ თავს. ჩვენი რიტორიკა უნდა იყოს ძალიან ზომიერი, ძალიან ჭკვიანური, დიპლომატიური და ფრთხილი, ასე ვიტყოდ, იმიტომ რომ არა ვართ ჩვენი მასშტაბის ქვეყანა, რომელიც რაღაცა ხლის ქნევით უნდა გამოდიოდეს ახლა. სხვა მეთოდი არის საჭირო, ისეთი ეპოქა არის ახლა, რომ ყოველ სიტყვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ეხლა წამოვიდეთ საქართველოში და ნახეთ ჩვენ მუდმივად ყველა ხელისუფლება ამის წინა გვეუბნება, რომ ხელისუფლება ემსახურება ხალხს და დემოკრატიაც ეს არის ხალხის მმართველობა. მაგრამ შეიტკბობენ თუ არა ხელისუფლებას, რაღაცა წლები გადის თუ არა, ყველა ხელისუფლებას ემართება სამწუხაროდის, რომ ეცვლება რაღაცა ტვინში და უცებ გეუბნებიან, რომ
პირიქით ხალხი უნდა გვემსახურებოდეს ჩვენ და ხალხი უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ ჩვენ მუდმივად ვიყოთ ხელისუფლებაში. ჩემი აზრით საერთოდ ძალიან ძიმე რეალობის წინაშე დგება ხოლმე ესა თუ ის ქვეყანა, როდესაც ერთი და იგივე ხელისუფლება რამდენჯერმე არის ხელისუფლებაში და უკვე ეს შეტკბობა თუ მორგება ხელისუფლებასთან მერე გადადის იმ ფორმაში, როდესაც იმას კი აღარ ფიქრობენ, რომ ხელისუფლება ხალხს უნდა ემსახურებოდეს. პირიქით რაღაცა მინდის ამ ხალხთან ჭიდილი იმაზე, რომ რაღაცა თქვენ კარგად არ გესმით, მეტი მხარდაჭერა გჭირდება, ყველაფერი უნდა მოგწონდეთ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ჩვენი ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს გამართლებული თქვენი მხრიდან და როგორც წესი, აი ესეთი აზროვნება მერე კარგად არ თავდება ხოლმე, კეთილ ნაყოფს ვერ გამოიღებს ხოლმე. ზარი კიდევ ერთი ჩვენს ეთერში. მოგესალმებით, ხალხებინა. გამარჯობათ. ხელისუფლება ხალხი არა, ხალხს ემსახურება. ხალხს ემსახურება ხელისუფლება. დიახ. მეც არაფერს არ ამბობ ამან. რაც შეეხება ტრამპისა და პუტინის შეხვედრას. ეს შეხვედრა მე წეგან მოიწავეთ მოგაწოდეთ ინფორმაცია. ეს იქნება შეხვედრა შეხვედრა. სად უნდა გაივლოს სადემოკრატიო ხალხი. ასეთი დათმო სამწნეული დათმო. კი ბატონო. დათმობაზე რომ წავიდეს, ისიც ამხარო. ამერიკა და ევროკავშირი. მაშინ აღიარებენ ამ მარკს. ამან რომ დათმოს პუტინმა და ისალზვეჯი აღიაროს რაც იყო. მაშინ პუტინ თავისი ხალხის შემოუტრაგება და ალის მაგის გადაწყვეტება ბოლოს აკმა რამდენი ხალხი ადამიანს წავიდა მისცა, აი წარმოიდგინე რა თანგოს გასმა. კეთილი, მადლობთ ზარისთვის. თქვენ წინა ეთერებში ჩაერთეთ, ამიტომ გასაგებია თქვენი ეს პოზიცია. ეხლა რაზე მინდა ვისაუბრო? ნახეთ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და არის, რა თქმა უნდა, გაწერილი კანონით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას ირჩევენ საკრებულოების დეპუტატებს, მერე ეს საკრებულოს დეპუტატები, მაჟორიტარები კიდევ უნდა ემსახურებოდნენ ხალხს, ზრუნავდნენ ძირითადად ადგილობრივი პრობლემატიკის მოგვარებაზე, ხალხის სატკივარი რაც არის იმ საკითხების გადაჭრაზე და ჩვენ დგებით ხოლმე მერე განსხვავებული რეალობის წინაშე ყველაზე არ ვლაპარაკობ, ესეც მინდა რომ ხაზგასმით თქვა, ეს ყველას არ ეხება, მაგრამ არის ბევრი შემთხვევა, როდესაც მაჟორიტარს ვეღარ ცნობს ამა თუ იმ რაიონის მოსახლეობა, საკრებულოს წევრები ძირითადად საკუთარ კეთილდღეობაზე არიან ორიენტირებული და აღარც ის სოფელი ახსოვთ და აღარც ის რაიონი და მერე იწყება ხალხში უკვე ლაპარაკი იმაზე, რომ აი მეორედ ამას აღარ ავირჩევთ. აი მეორედ ეს აღარ იქნება. და აი ნეტა შეგვეძლოს და ეხლა ვიღაცა სხვა აგვერჩია. გითხრათ სიმართლე, ჩვენ წლების წინათ საუბრობდით რაღაცა სხვა სისტემაზე, ეხლა უბრალოდ ჩვენი აზრი მინდა გაგიზიაროთ. ხო ამბობთ ხოლმე, როდესაც რეკავთ ეთერში, რომ რაღაცას რო აკრიტიკებთ, თქვენი ხედვა როგორია და ყოველთვის ვცდილობთ ჩვენ, რომ ეს ჩვენი ხედვაც რაღაცნაირად მოგაწოდოთ ხოლმე. ჩვენ საერთოდ თვლით, რომ რაღაცნაირად მეტი კომუნიკაცია უნდა იყოს სახელმწიფოს წარმომადგენლებსა და ხალხს შორის. მაგალითად, ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე, რომ მინისტრის მოადგილეს შეხვდეს, ეს არის წარმოუდგენელი რამ. ეხლა იმიტომ არის საკრებულოს წევრი თუ მაჟორიტარი, რომ ის რაღაცნაირი გამტარია ხალხსა და ხელისუფლების სხვა ორგანოებს შორის. იქნება ეს პარლამენტი, იქნება ეს სამინისტროები და ასე შემდეგ. მაგრამ ნახეთ, დეპუტატი ქრება, ან ეს დეპუტატი სათანადოდ არეგულირებს ამ საკითხებს, საკრებულოს წევრები ვერ ერევიან ამ პრობლემების გადაჭრას და ჩვენ სულ სხვა მოდელზე ვფიქრობთ. მაგალითად, იგივე არჩევნები უნდა ტარდებოდეს და ვირჩევდეთ სახელმწიფოს წარმომადგენელს, აი სახელმწიფოს წარმომადგენელი უნდა განპირობებული უნდა იყოს
2000 ოჯახზე, მაგალითად თუ ამბობ ამას, ყოველ 2000 ოჯახს უნდა ყავდეს ერთი წარმომადგენელი, რომელიც ის კი არა რომ უბრალოდ რაღაცა იქნება ფორმალური წარმომადგენელი ამ 2000 ოჯახის. არა, სათითაოდ ექნება აღრიცხული, შესწავლილი ამ ოჯახების მდგომარეობა, ამ ოჯახების პრობლემატიკა, იმ კვადრატის თუ იმ უჯრედის თუ რაიონის პრობლემები, რომელზეც ის არის განპირობებული და საერთოდაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2-3 წლიანი უნდა იყოს აი ესეთი სახელმწიფო წარმომადგენლების, გნებავთ რწმუნებულები დავარქვათ, გნებავთ სახელმწიფოს დელეგატები დავარქვათ, მათი არჩევა. ეხლა რომ ავიღოთ ჩვენ თუნდაც გლდანის მაგალითი, აი გლდანი ხო ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი რაიონია, 150-155,000 დაახლოებით ამომრჩეველი აქვს, სავარაუდოდ ეს დაახლოებით 38-40,000 ოჯახია. ერთი რწმუნებული რომ იყოს გამოყოფილი 2000 ოჯახზე, გლდანში ამ პრინციპის თანახმად 20 სახელმწიფო რწმუნებული უნდა გვყავდეს. მე ახლა ვლაპარაკობ, ჩვენი ხედვა როგორი არის, ეს სისტემის ცვლილებას ეხება უკვე, ჩვენ სისტემურად სხვა ხედვა გვაქვს, განსხვავებით იმისა, რაც დღეს არის კანონმდებლობით გაწერილი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აი ესეთი სახელმწიფო რწმუნებულები, რომლებიც 2000 ოჯახზე იქნებიან გამოყოფილნი და ეს ოჯახები აირჩევენ მათ, უფრო მეტად შეძლებენ ხალხის პრობლემების გააზრებას, გადაწყვეტას, ამ პრობლემების და საკითხების მიტანას აღმასრულებელ ხელისუფლებაში, შემდეგ საკანონმდებლო ხელისუფლებაშიც როცა ეს საჭიროა და რაღაცა მეტი ქმედითობა იქნება სახეზე, იმიტომ რომ იგივე რწმუნებულს უნდა ევალებოდეს ყოველ 6 თვეში ერთხელ საჯარო ანგარიში წარმოადგინოს და საინტერესოა ისიც, რომ თუ ხალხს ეს ანგარიში არ დააკმაყოფილებს, არ მოეწონება, თუ ეს ანგარიში არ იქნება მისაღები, მაშინ ისე უნდა ხალხის მიერ მოხდეს ამ რწმუნებულის შეფასება და შემდეგ უკვე 2-3 წლის მერე არჩევნებზე უკვე სხვა კანდიდატის შერჩევა. ზარი ჩვენს ეთერში. ანუ გამარჯობათ. გამარჯობათ. რომელი გზანდებით? თქვენ სად რეკავთ? ობიექტივი არის? კი ბატონო, ობიექტივის პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. კი ბატონო, რამინდა თქვენთან გითხრათ რა. აი, პირველად მოიწვია, ჩვენებიან რეკავ და ვერ გამოვდივარდა. აი, გიორგი ლომიანოს გადაცემა რომ არის. დიახ. ვერ მოხდი იმასთან ვერაფრით და როგორ გავაკეთო, გასაუბრება მინდა მაგპიროვნებას. კეთილი, დაგიკავშირდებით გადაცემის შემდეგ და გიორგის საკონტაქტო ნომერს მოგაწვდით. საერთოდ ზარი ბევრია, მინდა ყველა ტელემაყურებელს უთხრა და იმის გამო რომ არის გადატვირთული ხაზი, ერთი ხაზი მუშაობს, ხშირად ვერ ახერხებენ ადამიანები პირდაპირ ეთერში შემოსვლას. ამიტომ ეს უფრო ტექნიკური საკითხია, არის ფიქრობთ რაიმე სხვაზე. თავისუფალია ჩვენი ეთერი და ნებისმიერი ტელემაყურებელი რეკავს და გვიზიარებს მის მოსაზრებას. აი ესეთი რწმუნებულების სისტემა, ეს ჩვენი ხედვა არის, ხა მე რაზეც ვსაუბრობ ესეთი, ჩვენი აზრით უფრო ეფექტურს გახდიდა ხალხის საკითხების გადაჭრას, ხალხისთვის მტკივნეული საკითხების გადაჭრას, თორემ 21 საუკუნეა, მე მესმის მთელი ამ 10 წლის განმავლობაში, რომ საქართველოში სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა უნდა მოიხსნას, ჩვენ ამას გავაკეთებთ, იმას გავაკეთებთ და დღესაც კი 21 საუკუნეში, ციფრული ტექნოლოგიების საუკუნეში, როდესაც აი ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურად ვითარდება და რაღაცა საოცრებები ხდება, ჩვენ საქართველოში ისევ წყლის პრობლემა გვაქვს, სასმელი წყლის პრობლემა გვაქვს უამრავ სოფელში და რაიონებშიც და ამ რაიონების სხვადასხვა უბნებშიც.
და ეს იმაზე მიანიშნებს, რომ რაღაცა ქმედითად ვერ ხორციელდება და ამ ხალხისთვის საჭიროა საკითხები ეფექტურად და სწრაფად ვერ წყდება და 2000 ოჯახზე ერთი კონკრეტული რწმუნებული რომ იქნება გამოყოფილი, მას ეწოდინება, რომ 2000-ვე ოჯახის და ამ კონკრეტული რაიონის თუ კონკრეტული უჯრედი დავარქვათ, სადაც ეს 2000 ოჯახი ცხოვრობს, პრობლემები გულისხმიერებით, ძალიან ზუსტად, ყურადღებით უნდა აღნუსხოს, შეისწავლოს და შემდეგ მათი გადაჭრის საკითხებზე იზრუნოს. მე ვფიქრობ, ეს არ არის ძნელი. მაგალითად, საგარეჯოში ვიყავი მე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი 2015 წელს, მე 2016 წელს და საგარეჯოშიც და საგარეჯოს რაიონის სოფლებშიც თითოეული ოჯახი ვიცოდი ვინ იყო. ვიცოდი ვის უჭირდა, ვიცოდი რომელ სოფელში რა პრობლემა იყო, ვიცოდი სად რა სოციალურად დაუცველები მყავდა ცალკე აღნუსხული და ბევრი ეს საკითხი პირადად ჩემი დაკვირვებით მოხდა აი ამ ყველაფრის შესწავლა. ყველგან მე დავდიოდი, ყველაფერს მე ვსწავლობდი, ამ ადამიანებს ვიცნობდი, ვიცოდი ვის რა ტკიოდა, რა უხაროდა, რა წკინდა და ვის რა პრობლემა ჰქონდა. აი ესეთი კომუნიკაცია რაღაცნაირად ვერ ხედავ მე. შეიძლება თქვენ ხედავთ და თუ ხედავთ თქვენ გვიამბეთ. ვერ ხედავ მე დეპუტატებსა და გნებავთ საკრებულოს წევრებსა და ხალხს შორის. ზარი ჩვენს ეთერში, ამიტომ რაღაცა სისტემურად უნდა შეიცვალოს ჩემი აზრით. ისაუბრეთ თუ გესმით. თქვენ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით საღამო მშვიდობისა. თავიდან დაგვიკავშირდით და მოგეცემათ საშუალება, რომ თქვენი პოზიცია დააფიქსიროთ თუ თქვენი მოსაზრება გაგვიზიაროთ. ყოველი ესეთი არჩევნების წინ სხვადასხვა დაპირებები ისმის, დაპირებების კასკადი რო იტყვიან და მე გადის ვადა ამა თუ იმ საკრებულოების და პრობლემები ისევ ზედაპირზეა. კი რაღაცა კეთდება, ეხლა ისე არ არის რომ სადღაც რაღაცა არ კეთდებოდეს და მართლა არ შეიძლება იყო არაობიექტური და თქვა რომ არაფერი არ გაკეთებულა, მაგრამ ხომ შეგვიძლია უფრო მეტი კეთდებოდეს და ხომ შეგვიძლია რაღაცა საკითხები უფრო კომპეტენტურად წყდებოდეს. ეხლა ვათვალიერებდი ამას წინათ ერთ-ერთი რაიონის არ დავასახელებ რაღაცა ინფრასტრუქტურულ პროექტებს და შუაგულ მინდორში ერთი პატარა საპირფარეშო აქვს თაშენებული და რაღაცა 20,000 ლარია იმ საპირფარეშოში გადახდილი, არც გზა არ არის, არც ტრიალ მინდორზე დგას საპირფარეშო და ამას ქვია რომ ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელეს. აი ესეთ სისულელეებზე კი არ უნდა იხარჯებოდეს ბიუჯეტი და საკრებულოს წევრის თუ დეპუტატის დრო. სხვა ნიშნულოვანი საკითხები უნდა იყოს პრიორიტეტული. ზარი კიდევ ერთი ჩვენს ეთერში. ალო. გისმენთ, გამარჯობათ. გამარჯობათ, მოგესალმებით ირმა. აწევან კარგად ახსენეთ 21 საუკუნეა და ხელოვნური ინტელექტი განვითარდა და ძალიან მაინტერესებს ჩვენს ქვეყანაში პენსიონერს, სადაც 315 ლარი აქვს პენსია და ასე შემდეგ. ასაკობრივი ზღარის მიხედვით შეიძლება 65 ლარი გადაახსებინო, როცა გავა პირადობას ვადა და შეაცვლებინო 65 ლარად. მე მგონი უნდა მივაწვდინოთ ხმა ვისაც ეს ეხება. ფაქტიურად ეს ფაქტი არის ერის გენოციდი, პენსიონერს ვერ უყიდია ჩვეულებრივი ტკბილებული შვილიშვილისთვის. და ეს არის დაყაჩაღება პენსიონერს. აუცილებლად მისახედია ეს საკითხი. და ძალიან გთხოვთ, რომ თქვენს ჩაერთოთ ამ პრობლემის მოგვარებაში. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ ესეთი საინტერესო ზარისთვის, სადაც პრობლემაც დააყენეთ დღის წესრიგში. ჩვენს ქვეყანაში
დაახლოებით 800,000 პენსიონერია ხშირად ვსაუბრობთ ჩვენ ამ თემაზე და საერთოდ პენსიონერების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, რომელიც არის ბრძოლა გადარჩენისთვის. ეხლა 350 ლარი და 450-ია ზოგ შემთხვევაში, რომ არ არის საკმარისი. ელემენტარულად იმისათვის, რომ მედიკამენტით შეიძინო, ის პროცენტიც გადაიხადო საბანკო, კიდევ რაღაცა შეძლო საკვები პროდუქტიც იყიდო და გადასახადებიც არის, ხო? ესეც გადაიხადო. არ ვიცი ეს ვინ ითვლის ამას და როგორ შეიძლება ფიზიკურად გადარჩეს ადამიანი, რომელსაც სხვა შემოსავალი არ აქვს და აქვს მხოლოდ 350-450 ლარი. მაგრამ რა გინდათ აგერ ხო არიან ამ ზოგიერთი მინისტრების, იმათი მოადგილეების, სიდედრები, დედამთილები და მამამთილები და სიმამრები, პენსიონერებიც რო არიან და რაღაცა ბევრი მილიონებიც რომ დაუგროვებიათ და მე ჩემს გარშემო ვერ ვნახე ჩემი მეგობრების, თანამებრძოლების, მეზობლების, ოჯახის წევრები თუ მშობლები, პენსიონერი მშობლები, რომლებსაც შეუძლიათ ესე ვითომ 9 მილიონი თუ მილიონი აჩუქა თავის შვილს და დეკლარაციაში წერენ. ეს ხო გასაგებია რაც არის და რაც ხდება. და ძალიან სამწუხაროა რომ ჩვენ კვლავ გაუსვავ ხას 21 საუკუნეში ციფრული ეპოქა, ეს უზარმაზარი ძვრები ხდება, არის უზარმაზარი წინსვლა, ნახტომი განვითარებაში, სამყაროს განვითარებაში და ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ჩვენთან არის სოციალური უთანასწორობა. ერთი პატარა ჯგუფის ხელში არის ტენდერებიც, მილიონების და ყველაფერი და დანარჩენი ხალხი ზის და უყურებს რა ბედნიერად ცხოვრობს ახალი ფეოდალების ეს ჯგუფი. და პენსიონერების მდგომარეობა საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ ეს უთანასწორობა კავშირში არის არასწორ პოლიტიკასთან. აი პირდაპირ რომ ვთქვათ, იმიტომ რომ არ შეიძლება შენ სახელმწიფო მოხელე იმატებდე ხელფას შენთვის და პარალელურ რეჟიმში იგივენაირად არ ხდებოდეს პენსიის ზრდა. არ შეიძლება დეპუტატს კონდეს 10,000 ლარი და აფხაზეთის ომის და სხვა ომების ვეტერანს 100 ლარი. არ შეიძლება მოსამართლეს კონდეს 14,000 ლარი და იგივე პენსიონერს, რომელმაც თქვათ პედაგოგი იყო და დამსახურებული ადამიანი აღზარდა უამრავი თაობა, კონდეს 450 ლარი. აი არ შეიძლება ესეთი უსწორმასწორობა და არ შეიძლება ესეთი უსამართლობა. ზარი კიდევ ერთი. გამარჯობა. გამარჯობათ. ქალბატონო, მე ძალიან ვარ გაბრაზებული პუნქტის პირით, მაგრამ ჩემი ტკივილი უნდა გითხრა. დიახ. გამიცირდა ხელები. წავედი რევმატოლოგთან. დამახარჯინეს 1000 ლარი, ვარ 77 წლის. მე აქ თანხაზე არ მაქვს საუბარი განა, იმიტომ რომ ბევრი მაქვს, არა. ქეთევანონიანმა გამომიწერა 16 ნემსი. ნემსები ხომ გავიკეთე, არანაირი შედეგი. ამის მერე იმდენი მედიკამენტი ჩამომიწერა, უარესი დამემართა, ხელები ამენთხო. დავრეკე და უთხარი, რა გამომიწერეთ, ძალიან გაუმხარდი. მედიკამენტების თანხა დამიბრუნეთ, მე უთხარი. როგორ გამოვარდა იცით? მაქვს უფლება თუ არა რომ წავედი სხვა ექიმთან, 2 ტაბლეტი მომცეს ფოდუაში და დამიცხრა ხელები. ამან კიდე იმდენი წამლები გამომიწერა, პირიქით ცუდად გამხადა. რატომ არიან ასეთი ექიმები საერთოდ, რომელიც არის უკვე 80 წლის, მე მგონი, რომელიც არ ახსოვს არაფერი. 91 წელი ჩამიწერა, 91 წლის ვარ ვითომ მე, ვიღაცის ამომიწერა ანალიზები.
მოტონ თათებს ჩაიკეტავენ, არაფერი არ ესმის და იმას აწყვებენ და ასეთი პაციენტი უნდა ყველა. ეს არ მოწონს თუ რამეგეს. უკაცრავად ბოდისკის ძალიან აღელვებული. არა, რას ძალიან. მეკუთვნის ის სამსა თუ არა. მადლობთ ზარისთვის და რა თქმა უნდა, იმიტომ არის ეს ეთერი, პირდაპირ ეთერი, რომ თქვენ უნდა დარეკოთ და რაც თქვენ გაწუხებთ, რაც გტკივათ, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია იმ თემებზე უნდა ისაუბროთ. ეხლა მარტო ის ხომ არ არის, რომ ჩვენ საუბარს უსმენდეთ. მეც უნდა ვუსმენდეთ თქვენ საუბარს და გითხრათ სიმართლე, ზოგჯერ ისეთი საინტერესო მოსაზრებები ჟღერს ხოლმე ამ სტუდიაში და ზოგჯერ ძალიან სევდიანი, მაგრამ საინტერესო ჩანს, რომ კვალიფიკაცია ჩვენი ტელემაყურებლის არის საკმაოდ მაღალი. და ყველაფერი ესმის, მოკლედ რომ თქვა, შეიძლება ზოგჯერ ხელისუფლებას გონია, რომ რაღაცა სიწუწკეებს აკეთებს და ხალხი ამას ვერ ხვდება, თუ არ ხვდება, მაგრამ გადასარევად ხვდება ყველაფერს. ზარი კიდევ ერთი ჩვენს ეთერში. მოგესალმებით, ქალბატონო. გამარჯობათ. ძალიან გულწრფელია, რომ თქვენისთანა კაცმოყვარე ადამიანი არ არის მთავრობაში და იქიდან არ იბრძვის ქართველი ელის და ზოგადად ადამიანის დასაწყისად. იმედია, როდესაც მე გამოსწორდება ეს. ახლა რა უნდა ვთქვა, ისევ პენსიონერებთან დაკავშირებით. ეს მიზერული პენსია ხო გასაგებია ყოველდღიური ჩვენი სალაპარაკო და სადგება. მაგრამ ზოგი პენსიონერი ისეთია, რომ სახში მარტო ვერ დატოვებს. იმას ეჯახის წევრი ჭირდება, რომ მიხედოს. ხომ სწორი? დიახ. აქ უკვე პრობლემა წარმოიქმნება, რომ ის ადამიანი ვეღარ მუშაობს, შვილია დაუშვათ ეს. ხოდა ეს 350,000 პენსია კიდევ უფრო ცოტა ხდება ამ შემთხვევაში. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა იმ პროგრამებისთვის, რომელსაც ჩვენთვის იმედებს მთავრობა, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს შემთხვევა ხო უნდა გაითვალისწინოს. მე მაგალითად ვიცი, არ ვიცი ხო თქვა თუ არა, გერმანიაში ახლობლები არიან და ამბობენ, რომ აი დედაც რომ დაემართა დემენცია, მოდიოდა კლინიკიდან ყოველდღე ექთანი და იმ ხალხს ყურადღებას აქცევს. და იქ შვილი რო იყო, იმ შვილმა გამოხატა, რომ მე მივაქცევო ყურადღებას ჩემ დედასო და ამ ექთანის ხელფასი იმ შვილს დაუნიშნებს. აი ეს ამ თქმა უნდა. ამიტომ მარტო ის რომ პენსიონერი კი მისახედია უერთველი. მაგრამ 50-დან ასაკიდან პენსიამდე ძალიან ბევრი ხალხი ვარ პატრონოს. რას ბრძანებთ? მადლობა თქვენ, რომ ხართ ხაზზე და გვიკავშირდებით ჩვენ და გვიზიარებთ თქვენ სამტკივილებს. გითხრათ სიმართლე, დამიმძიმდება ხოლმე გული ზოგჯერ ისეთ ისტორიას მოისმენ და განსაკუთრებით როცა ბავშვებს ეხება, აი საშინელება სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოები, პატარ-პატარა სიუჟეტები, რა მდგომარეობაში არიან სხვადასხვა რეგიონში ბავშვები და ობოლი ბავშვები, იქ არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ნაწილიც, საშინელებაა, რასაც ჩვენ ვუყურებთ და მე ჩემი თვალითაც მაქვს ნანახი ეს ყველაფერი. ეხლა რომ გავიაზროთ ეს პენსიონერი რა მდგომარეობაშია, ეს ბავშვები რა მდგომარეობაში არიან, როგორ ტკივა და როგორ წუხს ჩვენი ხალხი ყოველდღიურად და გავიაზროთ კიდე რა ხდება იმ რაღაცა ახალი ოლიგარქების სამყაროში. ეს არის სადა დედამიწა, ეს არის ორი სხვადასხვა საქართველო, მე პირდაპირ გეტყვით ამას, იმიტომ რომ ამ საქართველოს ხალხის საქართველოს არავითარი კავშირი არ აქვს იმ ახალი ფეოდალების საქართველოსთან. იმათ საქართველოს სხვა არის, სხვანაირია. და იმ ტკივილებსაც კი ვერ იაზრებს და ითვისებს, რა ტკივილითაც ცხოვრობს მეორე ხალხის საქართველო. მე გითხრათ სიმართლე, ერთ საქართველოს ვინატრებდი რა, იმიტომ რომ არ შეიძლება ამდენი გმინავი მოქალაქე ყავდეს და მდიდარი ხელისუფლება იყო. არ შეიძლება, ეს არ არის ნორმალური
და ეს არ არის სწორი. გვესმის ჩვენ დღეს კი ბატონო, გამოცხადებული აქვს ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ ქართულ ოცნებას, მიდის რაღაცა პროცესები, ვიღაცას იჭერენ, მიდის იქ საუბარი იმაზე, რომ თუდაც რაღაც ერთ-ერთ სამინისტროში 1.300.000-ზე იყო ლაპარაკი, რომ ზედმეტი გადაიხადეს ბიუჯეტიდან, კაცო, აი ეს რო ხდებოდა ეს ყველაფერი, სხვა დანარჩენი სისტემები რას აკეთებდნენ? გენერალური ინსპექციები, სხვა სტრუქტურები, რომლებსაც ევალებათ ზედამხედველობა ამა თუ იმ ტენდერზე, სად იყვნენ ისინი? და იქნება ეხლაც რაღაცა ხდება ასეთი პროცესი და ეს ჩვენი ბიუჯეტი რამდენს გაუძლებს? რამდენ წურბელას და ვამპირს გაუძლებს ეს ბიუჯეტი? იმიტომა რომ ხრავენ, ჭამენ და მერე აქეთ ამ ტირალა მოტირალ ბავშვებს უყურებთ ჩვენ. ბავშვი, რომელიც ტირილი დაგირეკავს და გეტყვის, რომ შია და მიშველეთ, რა ხდება ესა? მართლა როგორ ვერ უნდა შევძლოთ ჩვენ, რომ დავისახოთ მიზნად, ხელისუფლება იქნება, ოპოზიცია იქნება, საზოგადოების სხვადასხვა ფენები იქნება, რომ მოვერიოთ, გადავტეხოთ ბავშვთა შიმშილი ამ ქვეყანაში. ამ ერთ რამეს მოვერიოთ მაინც, ამ ერთ საკითხში მაინც ვიყოთ ერთიანები, აქ მაინც რაღაცა ქმედითი გავაკეთოთ, ლაილაი არა, ქმედითი. რომ ამ ბავშვებს შეუნარჩუნოთ ფსიქიკა, შეუნარჩუნოთ სიცოცხლე და ჩვენს თვალწინ არ გაიზარდოს ესეთი ცრემლიანი, ნაღვლიანი და ტრაგიკული თაობა. იმიტომ რომ ერთის მხრივ ხედავთ ჩვენ ახალგაზრდებს, აქტივისტებს, რომლებიც დღესაც გაათავისუფლეს ერთ-ერთი ახალგაზრდა და ძალიან კარგია რომ გაათავისუფლეს და დასტურდა მას უდანაშაულობა და ეს ბავშვები რაღაცნაირად ტყვილა რო იჯდა 8 თვე ციხეში, იქიდან ხო გამოდის გაბრაზებული, გაბოროტებული. მეორეს მხრივ ჩვენ ხედავთ ამ მშიერ ბავშვებს საქართველოს რეგიონებში და ეს თაობა ხვალე ქვეყნის ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს და ჩვენ დღეს უნდა ვიფიქროთ იმაზე რომ ხვალ ხელისუფლებაში მოვიდეს არა გაბოროტებული თაობა ხალხო, არამედ კეთილი 7 ფსიქიკურად გაწონასწორებული თაობა. ეს ჩვენ ეხლავე უნდა დავიწყოთ ამაზე ზრუნვა. ზარი კიდევ ერთი ჩვენს ეთერში. გისმენთ? ისაუბრეთ. ირმა. დიახ. საღამოში ენაცალე. საღამში და იმაზე ამ კარგი ვახატი და მაგათი დიაგნოზი არის. არ გაწყეთილები ეს ქენი მისაკ მე დავუხსი ხედიდან გირე გავჩემო მე ვიქენი ყველა ძალიან იდი ფენი თათაბად ძალიან მე ხედა მაგლა და ამბლანსი ბევრჯერეთ პარალელს მადლობთ, დიდი მადლობა, ბოდიში მინდა მოგიხადოთ, კარგად არის მის უბრალოდ და ტელემაყურებელიც ვერ გაიგებს კარგად თქვენს ხმას და თუ არის შესაძლებელი თავიდან დაგვიკავშირდით თქვენი მოფერებისთვის და თბილი სიტყვებისთვის, რაც მე გავიგე, მადლობელი ვარ, დიდ მადლობას მოგახსენებ. საუბრობთ ჩვენ იმ პრობლემებზე, რაც აწუხებს ჩვენს ხალხს და უკვე მე რამდენი დღეა ამ მიმართულებით მიდის ჩემი საავტორო გადაცემა და დღესაც ვილაპარაკე იმაზე, რომ დეპუტატი, რომელსაც ეხლა აირჩევთ თუ საკრებულოს წევრები თუ მაჟორიტარები, ეს უბრალოდ არ არის არჩევნებისთვის და საკრებულოს წევრები თუ მაჟორიტარები, მერები თუ გამგებლები გამგებლობისთვის. ეს არის ძიმე მისია, სხვათა შორის და დიდი პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ამ გზაზე არ უნდა მიდიოდე თუ ხალხი არ გიყვარს, ამ გზით არ უნდა მიდიოდე, ამ არჩევანს არ უნდა აკეთებდე და
იმდენი რაიონი და სოფელი არის საქართველოში მიტოვებული საგარეჯოში დღესაც მე მგონი ვარ მაჟორიტარი დეპუტატი სხვადასხვა სოფელში რომ გავივლი ხოლმე საგარეჯოსკენ ჩვენი დეპუტატი მოდისო და მე ვერ გავხდი საგარეჯოს დეპუტატი ორჯერ წამართვეს გამარჯვება აი ამ ქართულმა ოცნებამ მე აქ რო დარეკავთ ხოლმე ზოგიერთები ეთერში და მხარი დაუჭირეთ რატო არ უჭერთ ჩვენ ის ხალხი ვართ მეგობრებო სწორედ საზოგადოების ამ ნაწილს მინდა უთხრა არ გვეშლება არც თანადგომა არც მხარდაჭერა და არ გვეშლება ჩვენ ქვეყანას გვერდში როგორ დაუდგეთ როცა კრიტიკული სიტუაცია არის და ეს თანადგომა საჭიროა მაგრამ დამიჯერეთ რა არ არის ოპოზიციური პარტიის ფუნქცია და ნუ გვაკისრებთ ამ ფუნქციას რომ ჩვენ ვიცოცხლოთ ვიბრძოლოთ და ვიტანჯოთ იმიტომ რომ მარადიულად მამუკა მდინარაძე იყოს ხელისუფლებაში ამ ფუნქციას ნუ დაგვატვირთებთ მე დარწმუნებული ვარ რომ ბევრ თქვენგანს ესმის რას ნიშნავს ცვლილება და ეს ცვლილებები ჭირდება ხოლმე პარტიასაც ჭირდება ქვეყანასაც ჭირდება კლიმატ ზოგადად ქვეყანაში აბა ახლა ასე ერთი პარტია მოვიდეს და 50 წელი იყოს ამ ფორმას უკვე მართლობის ამ ფორმას საერთოდ სხვა სახელი ქვია სხვა სისტემა არის უკვე ესა და დამიჯერეთ მე იმ ნაწილს მივმართავ საზოგადოების აი წეღარო ვახსენე ზოგჯერ დარეკავენ ხოლმე მეთქი არ გვიბრძოლია ჩვენ იმისთვის მე და ჩემნაირებს და თქვენნაირებს რომ რაღაცნაირად ერთპარტიული დომინანტობის პირობებში აღმოჩენილიყავით ზარი კიდევ ერთი ჩვენს ეთერში ანუ გამარჯობათ კალბატონო ირმა გაგიმარჯოთ ახლა მე თქვენ დიდი პატივისცემით მოგეცალმებით და სამ მოტელე კითხვას დაგისვათ დიახ და გქონთ გამჭირ კითხვები პასუხი მე მაინტერესებს თქვენ იყავით პარლამენტის წევრი 2015 წლიდან 16-დან 17 წელში გვესმოდა ეს რიტორიკა რასაც დღეს საუბრობთ პენსიების მომატებაზე აი როგორი დაჭირებაში არიან ბავშვები როგორ ამდენი დაჭირებულია სულიც მოდაეთა თუ რამე გააკეთეთ ამ მიმართულებით თქვენ ახლა თქვენ შეიძლება გეწყინოთ ეს კითხვა მაგრამ ეს არის საზოგადოების დიდი ბევრი აზრი ეს ერთი კითხვა ერთი წამით გნებავთ რომ ესე მივყვეთ პუნქტებად კითხვა პასუხი არ გაგიყვანთ ეთერიდან ხო და მოსკოვში ხო არ არის ადამარშენია ეს მეორე კითხვა და მესამე კითხვა ჯორჯუას ხო არ აქვს გამოყოფილი ოთახი სასტუმრო სტუდიაში რომელიც ხოლმე გამოდის და მოწყურავს მე ახლა ამით კი არ გეუბნებით რომ თქვენი პარტია და ის ადისაკეთებთ და აი ამ საკითხებზე გამეცით პასუხი ძალიან ცოტილი ერთი წამით ნუ ჩქარობთ ესე არ გაგიყვანთ მეთქი ეთერიდან რო დამშვიდეთ ხო შეგიძლიათ მეორე კითხვა ვერ გავიგე ისე სწრაფად საუბრობთ ვერ მივხვდი რა თქვით რომელი მეორე კითხვა ადამარშანია რო იყო თქვენი წევრი სად ბრძანდება თქვა კარგით გასაგებია მოსკოვი რაშუა კარგით რა ადამარშანე მართლა რაღაცა პატივისცემა შევინარჩუნოთ რა ერთმანეთისადმი აი ესეთი რაღაცა ვითომ ცბიერი ზარები რა საჭიროა ეს რა ჩემ რიტორიკას ხო აკვირდებით ჩემს გამოსვლებს აკვირდებით არ გინდათ ეს გაბოროტებული რაღაცა ის ჯერ ერთი ადამარშანიას რატო უნდა იყოს მოსკოვში აი აქ არის ადამარშანია თბილისში ადამარშანია იმ მოსკოვში როცა ჩადიოდა როცა საპარლამენტო დელეგაცია სქონდა დუმაში შეხვედრები საქართველოს ინტერესებს იცავდა თქვენნაირები რომ ბუჩქებში ისხდნენ აი ახლა რომ ინკოგნიტოთ რეკავთ აქ და მე ეთერის მერე რო გამოვალ დაგიკავშირდებით პირადად და ერთი გამეცით მეც ამაქვს თქვენნაირებთან კითხვები და ადამარშანია ერთადერთი აფხაზი დეპუტატი იყო საქართველოს პარლამენტში რომელსაც ყველა ებრძოდა აი თქვენნაირებიც მათ შორის და საზოგადოების დიდ ნაწილს აინტერესებს მე რას ვაკეთებდი პარლამენტში ვიბრძოდი
დიახ ვიბრძოდი აი დღეს რასაც აკეთებს ქართული ოცნება რომ დამნაშავეების დასჯა და ეხლა რო კომისია შეიქმნა და 5 ჯერ დამდგარი განაჩენებია და დასაჭერი კი არ დაიჭირეს გაიარა იმატარებელმა ჩაიარა და ეხლა კიდე თავიდან ხალხს აყოლებენ რა გაიარეს იმ ავბედით წლებში და მე ვიბრძოდი მაშინ იმისათვის რომ დროზე მომხდარიყო ამ დამნაშავეების დასჯა დღეს ამ ჩავლილ მატარებელზე ერთი ვის ასჯიან თიკაბო კუჩავას თუ ვის იმას გუბასანიკიძის შვილს რომლებსაც არაფერი შეხება იმ ბოროტებებთან არა აქვთ მე რას ვაკეთებდი პარლამენტში თქვენაირები რომ ბუჩქებში იყვნენ და ელოდებოდნენ ჩემნაირები რას გააკეთებდნენ მე იმ პარლამენტში დიახ ამ შეერი ბავშვებისთვისაც ბევრი რამე მაგაკეთებული არ მიყვარს მე ჩემ თავზე ლაპარაკი და მაიძულებთ ხოლმე ზოგჯერ ეს თქვა მე არა ვარ მდიდარი ადამიანი საკმაოდ ხელმოკლედ ცხოვრობს ჩემი ოჯახი მაგრამ ამის მიუხედავად როცა მქონდა მე საპარლამენტო ხელფასი ათასობით ბავშვი პირდაპირ გეუბნებით 4 წლის მანძილზე გადავარჩინე შიმშილით სიკვდილს ერთმა დეპუტატმა მე კი იმიტომ რომ ჩემი ამ ხელფასიდან ფონდში ბავშვების დაცვის ფონდში ირიცხებოდა 2000-ზე მეტი ლარი. აბა მიდი თქვენ ხელფასი რო გექნებათ 2000 ლარი მოაკელით თქვენ ოჯახს და დაეხმარეთ სხვებს. ამიტომ არ გინდათ ესეთი ლაპარაკი ჩემთან და ჩვენი პარტიის წევრებთან. პატრიოტთა ალიანსი პირნათელი პარტიაა. მე მინდა რომ თქვენნაირმა ცბიერებმა და ჩასაფრებულებმა ეს ძალიან კარგად გაიაზროთ. და რაც შეეხება გოჩა ჯოჯუას არ ვიცი თქვენ გოჩა არის უწესიერესი ადამიანი ჩვენი მეგობარი და თანამებრძოლი ძალიან განათლებული პოლიტიკოსი მართლა პოლიტიკოსი შეიძლება ეს ძალიან თამამად თქვა და რა პრეტენზია გაქვთ ერთი ვერ გავიგა ეთერიდან რომ გამოვალ ახლა დაგირეკავთ აბა და დანარჩენი ეთერს მიღმა მომიყევით ძირფასო მეგობრებო, ყველას დიდ მადლობას მოგახსენებთ დღევანდელ გადაცემაში მონაწილეობისთვის. მე დროებით გემშვიდობებით კიდევ რა თქმა უნდა შევხვდებით ერთმანეთს ობიექტივი კი განაგრძობს პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას. ჩვენ ბევრი თემაა ისეთი, რომელზეც მოგვიწევს საუბარი მომავალშიც. მე ვცდილობ სიმართლე გითხრათ, რომ წამოვწიოთ ხალხის სატკივარი რაც არის ეს საკითხები. წეგან გავიხსენე ერთ-ერთი პროექტი შუა მინდორში რომ დადგეს საპირფარეშო და 20,000 ლარი რო გადაიხადეს 4 რაღაცა ფიცარში. აი შემდეგ კვირაში რომ ექნება კიდევ გადაცემა ამ ფოტოს და ამ პროექტს გაგაცნობთ და ეს 20,000 ლარი მოდი დავფიქრდეთ. რამდენ ბავშვს გადაარჩენდა და რამდენი საკვების შეძენა იქნებოდა შესაძლებელი ამ 20,000 ლარით შუაგულ მინდორში რომ უსარგებლო საპირფარეშო არ დადგან ზოგიერთებმა და აი ესეთ პროექტებზე ვილაპარაკებთ ჩვენს და ჩემს მომავალ გადაცემებში და მე ჯერა უბრალოდ რა რომ საქართველოს წესიერ ხალხზე დგას და საქართველოს სწორედ აი პენსიონერებზე დგას და ალალმართალ ხალხზე რომელიც ამ ეთერში ხშირად რეკავს და ეს ცბიერები მოეშვით არ გინდათ ჩვენთან ამ ტონალობით ლაპარაკი რა დამიჯერეთ ჩვენი სამშობლოს ერთგული ხალხი ვართ და არასდროს არ გვიღალატია არც საქართველოსთვის და არც ქართველი ხალხისთვის და აი ესეთ ზარებს რაღაც პრეტენზიულს ვითომ აღარ გაგიტარებთ არავის ნახვამდის